თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ რუსთაველის თეატრის მიმდებარედ სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა გზა გადაკეტეს, აპირებენ ამას ყოველ შემთხვევაში დაგანახებთ კადრში ჯერჯერობით მცირეა მათი რაოდენობა, თუმცა უკან მათ მოაცილებთ როგორც ბევრი პოლიციელი, ასევე თავადაც ბევრნი არიან. ჩემ ოპერატორს ვთხოვ უკან დაგანახოთ, რამდენი არის პოლიციის მობილიზება, რამდენი ადამიანი არის აქ შეკრებილი. გავესაუბრები ნოდარ ჩაჩანიძეს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. თან ხვდებით რომ დადიხართ, კითხავთ თუ შეიძლება. დღეს ვიხილეთ როგორც წულუკიანის კომისიის დასკვნა, ასევე 20-მდე სამოქალაქო აქტივისტის, სტუდენტის დაკავება და სინდისის პატიმრების განაჩენი. აი ახლა როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და როგორ გესახებათ თქვენ ამ ბრძოლის გაგრძელებას? ეს ბრძოლა გასაგებია უკვე დიდი ხანია, რაც არის შეუგუებლობა ამ რეალობასთან, არათანამშრომლობა რეჟიმთან აბსოლუტურად და საზოგადოებამ და ხალხმა იცის თავისი საქმე, ხო? ყოველ დღე, რა ვიცი, რამდენი ხანია უკვე, ამის 300 დღეა უკვე, რაც რუსთაველის გამზირი იკეტება და ჩვენ ხედავთ იმას, რომ ადამიანებმა იციან ზუსტად ისი მიღწევა გვინდა. ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა დასრულდეს და მან დაიწყოს ამ ქვეყნისთვის. უნდა დაუბრუნდეთ ისევე ევროპულ გზას და იმას, რაც არის ნამდვილად ქართული გზა და რასაც იდგა ეს სახელმწიფო და პოლიციელები, ვინც დღეს კიდევ ერთხელ ხო არა ადამიანობა, ამდენი ადამიანის, ამდენი ახალგაზრდის, ამდენი გოგონას ფექვეშ გადათელვა, ჩვენ ნახეთ ასე მძიმედ იწყებენ სამწუხაროდ ამ შემოდგომას, როგორ მძიმედაც დაამთავრეს წინა შემოდგომა, თუმცა კი ნამდვილად ცხელი შემოდგომა ელოდება ხელისუფლებას და ცხელი შემოდგომა ელოდება ქართულ ხალხსაც, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემოდგომა დასრულდება ჩვენი გამარჯვებით, ასე უნდა იყოს აუცილებლად ეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნოდარ ჩაჩანიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ დაგანახებთ კადრში ახლა რუსთაველის გამზირზე, უბრალოდ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე 200 დღეზე მეტია, რაც აქტიურ პროტესტში არიან ჩართული, გადაკეტეს გზისავალი ნაწილი. გავესაუბრები გიგა ლემონჯავას. ბატონო გიგა, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ და კითხავს დღევანდელ დღეზე. დღეს ბევრი რამ მოხდა საქართველოში, შეიძლება ითქვას წულუკიანის დასკვნა ვიხილეთ, ასევე ვიხილეთ სინდისის პატიმრების განაჩენი და რამდენიმე წუთის წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ვიხილეთ 20 ადამიანის დაკავებაც. აი შეგვიფასეთ დღევანდელი დღე და როგორ გესახებათ ახლა ამ მომენტში და ამ ვითარებაში ბრძოლის გაგრძელება? 22 ადამიანი არის უკანონოდ დაკავებული, მათ შორის არიან დროას წევრები, თათა ფერაძე და შუშანა მაცაბერიძე. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს ბრძოლა არ გაჩერდება. მათ ჰქონდათ იმედი, რომ ეს პროტესტი შეწყდებოდა ახალ წელს, შეწყდებოდა 20 იანვარს, ეს არ წმუნებდნენ თავის ხარდამჭერებს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის მერე, შეწყდებოდა აღდგომის შემდეგ, შეწყდებოდა ზაფხულის შემდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ არათუ პროტესტი შეწყდა, პროტესტი გახდება ბევრად უფრო მასშტაბური, ბევრად უფრო მწვავე, საერთო სახალხო და ბევრად უფრო ორგანიზებული, ვიდრე იყო ნოემბრის და დეკემბრის დღეებში. შემოდგომა იქნება უმძიმესი ამ მოღალატეობრივი რეჟიმისთვის. ასევე დღეს იყო 10 ადამიანის მისჯა, იყო სამარცხვინო მოღალატეობრივი დასკვნის წარდგენა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. ყველა ეს ადამიანი პასუხს აგებს ამ ერის წინაშე და იმ სამართლის წინაშე, რომელსაც დაამკვიდრებს ქართველი ხალხი ამ ქვეყანაში. ეს იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული მართლმსაჯულების სისტემა, რომლის წინაშეც პასუხს აგებენ ეს სამშობლოს მოღალატეები. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა რამდენჯერმე დღეს მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა. ხედავთ, რომ ეხლა გადაკეტილია როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ასევე რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ამ პროტესტს ვერაფერი ვერ გააჩერებს და ამ პროცესს აქვს ერთადერთი დასასრული ივანიშვილის ჩამოშლა და ხალხის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა. გიგა ლემონჯავას უსმენდით პირდაპირ ეთერში. გავესაუბრები ვადო მაჭავარიანსაც. ვადო, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ და კითხავთ დღევანდელ დღეზე, ხო? რა ვიხილეთ საერთოდ პარლამენტშიც, მანამდე სასამართლოშიც და ახლა რამდენიმე წუთის წინ თქვენი თანამებრძოლები დააკავეს იმის გამო, რომ ისინი პროტესტს გამოხატავდნენ ზუსტად ამ ადგილას. ის რა არის, ძალიან მარტივად არის საქმე. რამდენი ადამიანს უნდა დაიჭირონ, ამას უნდა მიუსაჯონ. შიგნიდან ბიჭები ჩვენ გვამხნევებენ, გარედან ჩვენ უნდა გავამხნევოთ ისინი და აუცილებლად ბოლომდე უნდა ვიყო თამაში. ეს არაერთხელ მithkoms განსაკუთრებით ბოლოს. იმიტომ რომ ცდილობენ, ახლა მართლა ცდილობენ და ახლა გონია რომ შემოდგომა რომ დადგა, შეუძლიათ ახლა დამყარება ამ ყველაფრის, ყველას დაჭერა, მისჯა და გონიათ რომ 20 ადამიანს რომ დაიჭერენ, აქ ხალხი აღარ გამოვა, არა, პირიქით მოქმედებს ეს ყველაფერი, სულ პირიქით იყო და არც არასდროს არ იქნება, თუმცა საქართველოს ზოგადად არც ერთი ეპოქა არ ყოფილა, როცა 20 ადამიანი დაეჭირა და 20,000 არ გამოსულიყო რაღაც მომენტში და კიდევ უფრო მეტი გამოვა. დარწმუნებული ვარ ამაში, ძალიან ბევრი ვიქნებით და ბოლომდე ვიქნებით ამაში. არაფრის არც წასვლას არ ვაპირებთ, არც არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ბოლომდე ვარ თამაში და 100%-ით ყველა ერთად უნდა ვიყო თამაში. ძალიან დიდი მადლობა. ვადო მაჭავარიანს უსმენდით პირდაპირ ეთერში, რომელმაც თქვა, რომ ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, მანამ სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი არ იქნება თავისუფალი. ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში გიყვებოდით სინდისის პატიმრების
პროტესტების განაჩენზე. ნახეთ, რომ სინდისის 8 პატიმარს და ასევე ანტონ ჩეჩინსაც მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ ნახეთ წულუკიანის კომისიის დასკვნა, რასაც მოყვა პროტესტი და ამ პროტესტზე დააკავეს 20 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, რადგან მათ სურდათ, რომ გამოეხატათ პროტესტი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და საღამოს რუსთახევრისკენ უკვე სამოქალაქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა შეძლეს, რომ გადაეკეტათ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია და ასე განაგრძობენ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და უკმაყოფილება ქართული ოცნების წინააღმდეგ.